სებითია, ნუ ახდენს ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ სიტუაციას, წელს ის შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ ფაქტიურად უარი თქვით ჩვენს ფორმატზე და პირველად მოხდა, რომ ჩვენი ამ რიპორტის ამ ანგარიშის შემადგენლობაში აღარ არის უკვე რეკომენდაციები, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან ჩვენ უკვე აღვჯერა, რომ ეს ამ ხელისუფლებას აინტერესებს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები, მათ შორის თქვა რეფორმებთან დაკავშირებით, სხვა თემებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თემა საერთოდ ამოღებულია, მით უმეტესად თვითონ ხელისუფლებამაც უარს ამბობს ფაქტიურად სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობასთან და ყველა საკანონმდებლო წინადადებები მოამზადა, რომელიც ითვალისწინებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არ არის მნიშვნელოვანი. ამ კვირაში ქართული ოცნების მაღალი რანგის პირებმა ჩემს ქვეყანას რადიკალი დონორი უწოდეს. არადა ნიდერლანდები საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის ხარჯავდა გადასახადების გადამხდელების ფულს. სამწუხაროდ საქართველოში ჩვენ ვხედავთ ძლიერ პოლარიზებულ და რთულ პოლიტიკურ გარემოს. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დავეხმაროთ სამოქალაქო ინსტიტუტებს დემოკრატიის შენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის. ნიდერლანდებმა მხარი დაუჭირა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და საჯარო მოხელეებს მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისთვის. საქართველო ახლად დგას ევროკავშირში წევრობის გზაზე. ძალიან მწუხვარ იმ დემოკრატიული უკუსვლის გამო, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი. იმედი მაქვს საზოგადოება და პოლიტიკოსები იპოვიან გზას, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების ჩარჩოებს, რაც ამ ქვეყნის სწორი მომავლისთვისაა აუცილებელი. ნიდერლანდები მტკიცედ დარჩება მეგობარი და პარტნიორი ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის მომხრეა.